შუა დღემშვიდობის მეგობრებო 2 საათია დაახლოებით 3:15 წუთია. შემოვიდა ასეთი კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ, თამარ, მეკითხებიან. ახლა რა თქმა უნდა, რა უნდა გავაკეთოთ, თამარ, მეკითხებიან, რა თქმა უნდა, იმასთან დაკავშირებით ასეთი დაძაბული მოვლენები რომ არის და რომ ერთი თვით გადაიდო აგვისტოს ბოლომდე ატომური ბომბის აფეთქება და ასე შემდეგ და ჩემი წინა ლაივებიდან რომ გითხარით რომ გაერთიანება თუ არ შეუძლია სრულიად კაცობრიობას, მაშინ უკვე გვიანია. და რომ ის რომ ჩვენ კი არ გვეშინოდეს იმის რომ ვაიდე და კვდებით, არამედ პირიქით, გიხაროთ რომ ცათა სასუფეველში მივდივართ. ახლა თუ კი თქვენ მეკითხებით იმაზე რომ რა უნდა გავაკეთოთ რომ ფიზიკური სხეული გადავარჩინოთ, ეს სხვა საკითხია უკვე და ამასაც გაგცემთ თუ გინდათ პასუხს. თუ კი გინდათ რომ გადარჩეს ხორციელი სამყარო, ანუ თქვენი ხორციელი, ხომ? ფიზიკური სამყარო, აუცილებელია გავიაზროთ რას ლაპარაკობს ასტრალურში ქრისტე. და რას გვთხოვს ხორციელში. თუ კი შენ როგორც ამ დედამიწის მოსახლე და არა ქართველი და არა რაღაცა დაყოფილად რომ არის ესე, თუ ამ დედამიწის მოსახლე ჯერ კიდევ რომელიმე ადამიანს ქრისტეზე უპირატესობას მიანიჭებ, ქრისტეზე უფრო მეტ უპირატესობას მიანიჭებ, შენ უბრალოდ გადარჩენის არანაირი შანსი არ გაქვს. და ეხლა იტყვიან ქართველები, რა კარგია, ჩვენ ხომ ქრისტეს ვაღიარებთ და ქრისტეში ვინათლებით და ქრისტე და ამასობაში ქრისტეს ტიტული აქვს რომელიღაცა ერის სოკოიან მიღრძოებულ ილია მეორეს. პირდაპირ ამ მნიშვნელობით კვლელს და მამათმავალს, რომელიც ქრისტეს ტიტულს ებღაუჭება. სანამ საზოგადოება ამას ვერ ხვდება, რომ ქრისტეს ვერ იცავს, ქრისტეს სიტყვას ვერ იაზრებს და თავი გონია ქრისტიანი, მისი ფიზიკური სხეულის გადარჩენის ნული შანსი არის. ნული შანსი. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვაღიაროთ ქრისტე? მე რასაც ხედავ პირველ რიგში ის არის რომ ქრისტეს ჯერ თავისი ტიტული დაუბრუნოთ, უწმინდესი და უნეტარესი ქრისტეს ტიტულია და არა ვიღაცა მიღრძოებული ტრაწიანი კაცის, ხომ ხვდებით არა? და მე სულაც არ ვაყენებ შეურაცხყოფას არავის, ესია, ტრაწიანია ის კაცი, ვისაც ქრისტეს ტიტული აქვს დღეს, ილია მეორე ქვია იმას და ტრაწი გასდის, პამპერსები აცვია. და მე სულაც არ ვაყენებ შეურაცხყოფას არავის, რომელზეც ვსაუბრობ სიმართლეს და ჭეშმარიტებას. ეხლა ტრაცს ვერ შევფუთავ და ვერ გეტყვით რომ განავალი და ფეკალიებით გინდა ფეკალია უწოდე და გინდა ტრაცი, ტრაცი არის ტრაცი. გესმით? და ასეთ ადამიანს რომ შენ ქრისტეს ტიტულს იმას უშვებ რომ ქრისტეს ტიტული ასეთ ადამიანს კონდეს მიწეპებული, ხომ? შენ ქრისტემ როგორ უნდა გიშვებოს? მითხარი, ქრისტემ როგორ უნდა გიშვებოს? ამისათვის არის ხელჩართული ბრძოლა ანგელოზებსა და ბოროტ ძალებს შორის, დაცემულ ანგელოზებს შორის ზეცაში. ამისათვის მიდის, რომ ანგელოზებმა ის დრო მოგცენ, რომ შენ მიხვდე, ბიჭო, ქრისტე პირველია და შენ მის ტიტულს ტრაწიან კაცს აცმევ? როგორ შეიძლება ეს ქრისტემ შენ გიშველოს რამენაირად? ტრაწიანი შეიძლება იყოს ადამიანი, მაგრამ არა მამათმავალი და არა მკვლელი. და როდესაც მკვლელს, მამათმავალს, პედოფილს ქრისტეს ტიტულს არ უპროტესტებ, განაც თუ აკერებ, არ უპროტესტებ,
მაშინ შენ ქრისტე ვერ გიშველის. მაშინ შენ ჯერ იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რომ ფიზიკური სხეული გადაარჩინო. შენ იმაზე უნდა იფიქრო, რომ სული მაინც გადაირჩინო, რომ რაღაცნაირად სასუფეველში შეგაძვრინონ. რა ფიზიკურ სხეულზეა საუბარი? რა გადარჩენაზეა საუბარი? თუ კი ამას მოახერხებს კაცობრიობა, რომ ქრისტეს ტიტული დაუბრუნოს ქრისტეს თავად, მერე სხვანაირად ვიფიქრებთ. მერე სხვა გზები გამოჩნდება. პირველ რიგში რაც უნდა გააკეთოს კაცობრიობამ არის ის, რომ თავად მიხვდეს ეს ტრაწიანი კაცი, რომ ეს ტიტული მას არ ეკუთვნის და ქრისტეს ეკუთვნის და თავადვე გადასცეს ქრისტეს თავისი ტიტული უკან. გვირგვინი ქრისტეს ეკუთვნის. ქრისტე არის მე, კარგით ახარ დამიწყოთ ნარიმანის ხალხმა, რომ აი ქრისტეს ქრისტე არის ქრისტე, რომელიც ამაღლდა და იმას არ სჭირდება კიდევ ნარიმანში ჩაჯდომა და იმაში ჩაჯდომა პეტრე პავლეში. გასაგებია, შესაძლებელია, რომ ნარიმანმა ქრისტეს ცნობიერებას მიაღწია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არის ქრისტე. არა. ქრისტეს ცნობიერებას ვინც მიაღწევს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ქრისტეს უნდა ეცილებოდეს. ვინც ქრისტეს ცნობიერებას მიაღწევს, ის ქრისტეს ადიდებს და არა თავის თავს. არა მეულში სანამ ხარ, იქამდე ხარ ფიზიკურ სხეულში, მაგრამ თუ კი ფიზიკური სხეულის გადარჩენა გსურს, მაშინ გსურს აღიარო ქრისტე. გესმით? და ქრისტე როგორ უნდა აღიარო? დაუბრუნო ყველა თავისი ტიტული მას, პოზიციაც და ტიტულიც. გვირგვინის მისია და სკავიც მისია. და რა უნდა ვქნათ? გავეცნოთ მის საუბრებს. უამრავი წერილია, რომელიც შენახული აქვთ დაფარულში. უბრალოდ გავეცნოთ მის საუბრებს. და რა ვიცი, თუ შენ ფიზიკურ სხეულში გადარჩენა გსურს და ამის ძალა არ შეგწევს, რომ ქრისტეს თავისი ტიტული დაუბრუნო, მაშინ ამავე ყოფილა შენი გარჯა და უსუსური ყოფილხარ და უსუსურები ვერ გადარჩებიან, ვერც ფიზიკურში, ვერც სულიერში. მანანა წერს, ძალიან მიყვარს მამა ნიკოლოზი, აი ძალიან, მაგრამ ყოველთვის ვამბობ ქრისტე ქრისტე და მას ვერავინ შეედრება, ვერასდროს დიდება და გამარჯვება იესო ქრისტეს. ამენ, ამენ, ამენ. ამენ, მანანა, გეთანხმები. მართალია, ძალიან ბევრი მოისურვებს, ანტიქრისტეც კი თავად მოისურვებს, რომ ქრისტეს შეედაროს და ქრისტეს წაართვას ტიტული, მაგრამ დღესდღეობით ანტიქრისტე ის არის, ვინც ქრისტეს ტიტულს იწებებს თვითონ. და ვინც იტყვის თავის თავზე, რომ ქრისტე ვარო. ეს არის ანტიქრისტე, სხვა კი არავინ. და უწმინდესი და უნეტარესი ვარო, ვინც იტყვის ქრისტეს ტიტულია და იგივეს ამბობს, რომ ქრისტე ვარო. და ქრისტე თუ ხარ, ტრაწი არ გაგივიდოდა. და ქრისტე თუ ხარ, არავინ არ გაიძულებდა, რომ გაჩუმებულიყავი და ხმა არ ამოგიღო. და ქრისტე თუ ხარ, შენ შეასრულებდი შენ საქმეს. რა საქმეს? იმ საქმეს, ეხლა რაც გითხარით. შენ შეასრულებდი იმ საქმეს, რომ ქრისტეს ტიტული ქრისტეს დაუბრუნო. დიახ, ქრისტეს დაუბრუნო. მამას ეციერს, მარჯვნივ ჯდომს. მამას ეციერთან მარჯვნივ ჯდომს, ქრისტეს. ყოვლად მპყრობელს.
ყველა სფეროში, გინდა საიქიოში, გინდა სააქაოში, გინდა ფიზიკურში, გინდა ასტრალურში, გინდა მენტალურში, ყველა სფეროში. და თუ ამას ვერ ახერხებ, მაპატიე, მაგრამ შენ არც გადარჩენის ღირსი ხარ, ვერც ვერაფერი გაგიგია, ვერც ვერაფერს წარმოადგენ, ვერც ერთ სფეროში. ასე რომ თუ რამის გაკეთება გსურთ, დაუბრუნეთ ქრისტეს თავისი ტიტული. უწმინდესი და უნეტარესი არის ქრისტეს ტიტული. გამარჯობა მარია. ასე რომ გისურვებთ წარმატებებს. მე უკვე მივედი 3 წლის წინ ილია მეორესთან, თუმცა მას ძალიან შეეშინდა ჩემი. ძალიან. და ხალხს ამოეფარა. ხალხი მომიქსია, მიდი წყევლეთ ეს გოგო იქნებ ჩაძაღლდესო და აქეთ ჩაძაღლდა ყველა. ვინც ჩემი ჩაძაღლება ისურვა. იესო ქრისტეს გარდა არაფერი არ მწამს, არც ეს მღვდლები მწამს. დიახ. როგორ მიყვარს შენი საუბარი, სიმართლეს რომ ამობ თამარ, სოფო ინასარიძე. ой. სადაური ინასარიძე ხარ? ზემოკრიხიდან? გეთანხმები თამარ, მხოლოდ ქრისტეშია ეს ტიტული, უწმინდესი და უნეტარესი. დიახ, მარი. დარეჯანი წერს, თამარ წარმოდგენა არ გაქვს სალოსობის ღვაწლზე, მამა ნიკოლოზ ირასამბურს, ამას ვერ ჩასწვდები, მაშინ იმ ხელა ღვაწლში უნდა იყო ტიტულების წინ. დარეჯან, შენ ხო გაქვს წარმოდგენა? ხო და საკმარისია. მე ვერ ხვდები ახლა რა მოსატანია აქ სალოსობა, ვერ ხვდები, ანუ საერთოდ ვერ ხვდები აქ სალოსის მოტანა ღვაწლი. შენ რატომ გონია რომ მე ვერ ვწვდები სალოსების ღვაწლს? რას გულისხმობ, რომ ნარიმანი ქრისტეა? სალოსია ნარიმანი, დიახ, არის სალოსი, მაგრამ ქრისტე ვერ არის. მესხეთიდან? ისე ინასარიძეები მესხები არიან. მესხეთიდან მოდიან, რაჭაშიც ისინი მესხეთიდან ავიდნენ ინასარიძეები. ბაგრატოვანთა სულისა, ბაგრატ უნიანთა. მაგრამ რატომღაც როგორც ილია მეორის ხალხი ვერ იტანს რომ ვამხელ, ვერც ნიკოლოზის ხალხი იტანს რომ ვამხელ. რა თქვენ რა გონიათ, ნიკოლოზი ილიას რამეთი აღემატება? თუ კი ქრისტეს ტიტულს მიიწებებს? ქრისტეს ტიტულს ვინც ებღაუჭება, არც ერთია ერთმანეთზე უკეთესი და არც მეორე. და თუ ერთს ვამხელ, მეორესაც ვამხელ. ნარიმანი არის ღმერთკაცი, ჩემო კარგო, ღმერთკაცები ყველანი ვართ. ყველანი. გესმის? მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ ქრისტეს ტიტული მივიგეროთ. არც ილიას, არც პეტრეს, არც პავლეს და არც ნიკოლოზს. გესმის? არავის. თუ გადარჩენაზეა საუბარი და თუ გადარჩენა ვინმე სურს, საკუთარი თავის დათმობის გარეშე ვერსად ვერ გადარჩები.
და თუ შენ ძალიან გსურს რომ ქრისტეს დააწერო ტიტულები, აი მაშინ ხო საერთოდ ვერ გადარჩები, ვერც სულიერად, ვერც ფიზიკურად. ახლა მე წავედით აგემშვიდობეთ და მიხედეთ თქვენს თავს. თუ როგორ უნდა მიხედოთ თქვენს თავს, უკვე გითხარით. თუ ვინმეს ფიზიკური გადარჩენა სურს და აუცილებლად ეს ებღაუჯება ამ ფიზიკურს, მაშინ მიაკითხეთ ილიას და მოსთხოვეთ პასუხი, რომ ეს ტიტული დაუბრუნოს ქრისტეს. უწმინდესი და უნეტარესი ქრისტეს ტიტულია. და დარეჯან არაფერს არ იწევებს ის უწმინდესად ცხოვრობს, როგორ ძალიან უწმინდესად ცხოვრობს, ხო, ფულებს და არაყებს და კამფეტებს არიგებს. ისე უწმინდესად, რომ რა ვიცი, ჭკუაზე არ არის კაცი. ერთხელ მაინც ყოფილ ხარ მანდ? ერთხელ მაინც ყოფილ ხარ მაგასთან? არც მე ვარ დარწმუნებული მანანა, ზუსტად ეგრე ვფიქრობ მეც. დარწმუნებული ვარ მამა ნიკოლოზი თავის თავს არასდროს უწოდებს ქრისტეს. დიახ, არასდროს არ უწოდებს მამა ნიკოლოზი თავის თავს ქრისტეს. და ვიღაცები დადგნენ აქ და ცოდვაში აგდებენ კაცს და აბრალებენ რომ ქრისტეაო. არ შეიძლება ეგრე. პირველ რიგში თქვენ თავს აგდებთ ცოდვაში და მეორე რიგში კიდე ბერ ნიკოლოზს, რომელიც თავისთვის ცხოვრობს თავის სიწმინდეში. გესმის? და გაანევეთ მაგას თავი რა. ნუ უწოდებთ ესე. არ შეიძლება. უბრალოდ არ შეიძლება. ღმერთის ნაწილი ყველას გვაქვს, არც ისე ურწმუნო არ ვინმეში ქრისტეს ნაწილი ვერ დავინახო, მაგრამ ვინმე ქრისტია მეტის მეტი პრეტენზიებია. არ მახსოვს. შენს გვერდში რომ დამაყენე, რამე კარგია რომ დამაყენე შენს გვერდში. კარგია. ანუ რაღაც გამიკეთე საქმე? ილია მეორე. ისევე როგორც ყველა ის ადამიანი, რომლებიც ვიღაცებზე ამბობთ, რომ ქრისტიაო. ყველანი იქნებით დასჯილნი, იცოდეთ. იმიტომ კი არა, რომ ღმერთი დაგჯით. თქვენ თავებს თვითონვე დაისჯით. ჭიაბერი წერს, უფალი უკიდეგანო ყოვლის შემძლეა და თმის ერთ ღერსაც ვერავინ ჩამოგვიგდებს ჩვენი თავიდან, ვერავინ ვერაფერს დაგვიშავის, ღმერთმა დაგლოცოთ თამარ. ჭიაბერ, მადლობა, დიახ, უფალი უკიდეგანოა, მაგრამ ერთ ღერსაც ვერ ჩამოგვიგდებს, თუ სწორად ვიცხოვრებთ. აგერ 100,000 მოწამეს თავები დააჭრეს და ხიდიდან გადაყარეს ღმერთის გამო, იმიტომ რომ ისინი სწორად ვერ ცხოვრობდნენ. და თუ კი სწორად ვერ ვიცხოვრებთ, მაშინ ეს სასჯელი ჩვენთანაც მოვა. ქრისტეს უწოდებდნენ ოდითგანვე წმინდანებს, დავით მეფეს და ასე შემდეგ. ქრისტეს თამარს არ უწოდებდნენ. თამარ მეფეს ქრისტეს არ უწოდებდნენ. და დავით მეფეს თუ ქრისტეს უწოდებდნენ, ძალიან ცუდი ყოფილა. ძალიან ცუდად უქნიათ. ასე რომ ყველანი ვამბობ, ყველა მეფე ქრისტეს წინაშე არის დამნაშავე. გესმით? ეხლა მე წავედი სანამ ამ ქრისტეზე საუბარი და ისე ქრისტია და ეს ქრისტია, ქრისტეს ვიხილავთ ჩვენ, მაგრამ ჯერ არ მოსულა აქ. აქ არ მოსულა ქრისტე.
ჩვენ გველოდება, როდის გავიწმინდებით. გესმით? და ასე რომ გაკრისტალდი, გაიწმინდე. აგერ ლაზარე ამბობს, რომ ღვიძლი უნდა დაგიწმინდოთო, მიაკითხეთ ლაზარეს და დაიწმინდეთ ღვიძლები, იქნებ მიხვდეთ რამეებს. იქნებ მიხვდეთ მე რა უნდა გააკეთოთ, ჩემგან რო არ მოითხოვოთ პასუხები და კითხვები. გემშვიდობებით. რაღაც უნდა მეთქვა დღეს კიდე და ამომივარდა თავიდან. შიშარა, თვითმარქვია, შურიანი, ამპარტავნებაში მყოფი, არამეულით განდიდების მანიაში მყოფი, სასუფეველში ვერ მოხვდება და ქრისტეს ვერ იხილავს. ეგ იცოდეთ ჩემგან. დანარჩენი უკვე თქვენ იმუშავეთ თქვენ თავზე.